გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროექტი აქტიურად ხორციელდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების კომისიამ ბოლოს ხდომაზე 37 მოქალაქეს სხვადასხვა რაოდენობის ფულადი დახმარება გაუწია. კომისიის ხდომაზე იმ ადამიანების განაცხადები განიხილეს, რომლებმაც კომისიას დახმარების თხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. მუნიციპალიტეტმა ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტებისთვის, ონკოლოგიური, ცერებრალური და სკოლიოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის ფულადი თანხა გადასცა. დახმარება გაეწიათ საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ოჯახებსაც. განვიხილეთ 37 მოქალაქის განცხადება, აქედან იყვნენ როგორც სოციალურად დაუცველები, ასევე ონკოლოგიურად ავადმყოფები, ბავშვები სკოლიოზით დაავადებული და ცერებრალური დამბლით ასევე. ჩვენი კომისიაზე ასევე განვიხილეთ უფასო მედიკამენტებით დავეხმარეთ რამდენიმე მოქალაქეს, შესაბამისად განახორციელეთ დღის წესრიგს, თქვენ თვითონ გაეცნობით და ხვალინდელი დღესთან დაკავშირებით ხვალმოგეხსენოთ არის 1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე და ასევე დედმამით ობოლ ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული ბიუჯეტში ამ კატეგორიის ბავშვებისათვის ერთჯერადი დახმარება. სოციალური დახმარების კომისიის ხდომა ყოველი კვირის 4 შაბათს იმართება, სადაც თითოეული განცხადება იხილება. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად 725,000 ლარი გამოიყო.